ეტაპობრივად კიდევ უფრო ბევრი ადამიანი მოდის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, უერთდებიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქ თითქმის 4 საათის განმავლობაში არიან და აპროტესტებენ იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც მიმდინარეობს ახლა პარლამენტის შენობის შიგნით. მე მინდა გითხრათ, რომ განწყობა აქ რამდენიმე საათი არის საკმაოდ კარგი. მოქალაქეები თითქმის ყველა კუთხეში რუსთაველის გამზირზე თამაშობენ ბურთს და ამ ფორმით გამოხატავენ საკუთარ მშვიდობიან პროტესტს იმ პროცესის მიმართ, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში. ერთკაციანი არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის, რომელიც არის იქნება უпростоრად პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც არ აქვს დიპლომი და ჩვენ ნახეთ ცოტა ხნის წინ მაყურებელი ხედავდა, რომ აქ მოქალაქეებს გარდა ბურთებისა მოტანილი აქვს დიპლომებიც და ამ ფორმით ახსენებენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ ის არ გამოხატავს ამ მოქალაქეების ნებას, ისევე როგორც ის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს ახლა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად. უпростоრად არა დაამტკიცოს, აირჩიოს, არამედ დაამტკიცოს, რადგან ერთკაციანი არჩევნებია ჩვენ როგორც ვიცით და ქართული ოცნება ახლა ერთპარტიულად აირჩევს პრეზიდენტს, რომელსაც არ ექნება არც საერთაშორისო პარტნიორების და არც საკუთარი მოსახლეობის ლეგიტიმაცია. გავესაუბროთ მოქალაქეებს, რომლებიც არიან აქ შეკრებილები და მათი განწყობა მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ გვეტყვით თქვენს თავარ სათქმელს, რა პროცესს უყურებთ ახლა საზოგადოება და რას ეტყვით იმ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც ცოტა ხანში აირჩევენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად. სირცხვილია პირველ რიგში. ჩვენი ქვეყნისთვის სირცხვილია ასეთი პრეზიდენტი. გაუგებარია. თუმცა არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ბიძინაც სირცხვილია საქართველოში. ბიძინაც სირცხვილია. საერთოდ სირცხვილი ძალიან ბევრია. და მე ველოდები, რომ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვა. აბა რა ვქნათ? აი არეგებენ წითელ ბარათებს სიმულანტობისთვის, ასე ვთქვათ. მე უფრო რისკიანი კაცი ვარ. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ეთყობა ერი მზად. თორემ ჩამოყალიბდებოდა რაზმი ყოველ შემთხვევაში. მე უკვე სახელიც მოვიგონე. ერის რისხვა. ნახოთ, იქნება თუ არა. დიდი მადლობა. ნამდვილად ამ მსგავსი მშვიდობიანი პროტესტის ფორმით გამოხატავენ საკუთარ სათქმელს მოქალაქეები იმ პროცესის მიმართ, რომელიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე. როგორც უკვე მოისმინეთ, აქ მოტანილი აქვს მათ შორის წითელი ბარათებიც, რომელსაც არიგებენ მოქალაქეებში, ასევე ბურთები, რომელიც თითქმის ყველგან არის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ასევე დიპლომები. ეს არის მთავარი სიმბოლიკა, რომელიც აქვს დღეს აქ მოსულ მოქალაქეებს. პირდაპირ ეთერში ვართ, გაგესაუბრებით, რა გაქვთ სათქმელი იმ ეგრეთ წოდებული დეპუტატების და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ, რომელიც ახლა იმყოფება პარლამენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე და მიუხედავად სახალხო პროტესტისა, რომელიც მე-17 დღე აგრძელდება, მაინც ცდილობენ, რომ დაამტკიცონ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიშა ყაველაშვილი. სათქმელი მათთვის ერთადერთი მაქვს, რომ გაანთავისუფლონ ჩვენი პარლამენტი, იმიტომ რომ ის მათ არ ეკუთვნის. დიდი მადლობა. მოქალაქეები მე-17 დღეა გამოდიან დედაქალაქის ქუჩებში და ამბობენ საკუთარ მთავარ სათქმელს და არ აღიარებენ ხელისუფლებას, რომელიც მათი თქმით არ არის ლეგიტიმური. პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ გვეტყვით თქვენს მთავარ სათქმელს, რას ეტყვით პრეზიდენტობის კანდიდატს, ეგრეთ წოდებულ კანდიდატს, რომელსაც ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დაამტკიცებენ, რადგან მას არ ექნება ლეგიტიმაცია საზოგადოების და არც პარტნიორების. რა თქმა უნდა, ვერ ექნება, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება არ ვაღიარებთ ესეთ შეურაცხყოფას. ვერასდროს აიტანს საქართველო ესეთ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით ეს ვისი დავალებით ხდება, ზუსტად ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა კაპიტულაცია საქართველოსი და საქართველოს კაპიტულაცია 2024 წელს ვეღარ მოხდება, ვეღარ განმეორდება 1921 წელი. დღეს მაქვს შეგრძნება, რომ აქ ვდგევარ 1921 წელს და ბოდიში, მაგრამ ეხლა აღარა ვართ მარტო. ეხლა უკვე ჩვენთან არის, მე მგონი, მთელი ცივილური სამყარო და თქვენ ჯობია ვიდრე დროა მივმართავ ბიძინა ივანიშვილის ხროვას. წახვიდეთ არადემოკრატიულ ქვეყნებში ვიდრე დრო გაქვთ ჯერ კიდევ.
დიდი მადლობა. სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი არ წყდება. დღეს დილის 8 საათზე დაიწყო პირველი მსვლელობა ფილარმონიიდან და მოქალაქეები მოვიდნენ აქ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ წყდება ნაკადი იმ ადამიანებისა, რომლებიც უერთდებიან აქ მოსულ ადამიანებს. დღეს ძალიან ბევრი საპროტესტო მსვლელობა არის დაგეგმილი დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ბევრი ადამიანია მოსული და კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შეიკრიბება მთელი დღის განმავლობაში. კითხავთ თქვენს მთავარ სათქმელს, რას ეტყვით ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც ახლა ცდილობს რომ დაამტკიცოს მათთვის ასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი. გვინდა ახალი არჩევნები. გვინდა მშვიდობა საქართველოში. მეტი არაფერი აი ახალგაზრდებს რო სცემენ და სახეები ჩაუმტვრიეს. ეს არ უნდა იყოს. პოლიციამაც უნდა იცოდნენ და ერთი ნაცი და ქოცი კიდე რო გაირჩევიან, არ უნდა გაირჩეს. ესენი არიან ყველა ქართველები და ყველას უყვარდეს ერთმანეთი სიყვარული დაკარგეს. მეტი არაფერი შვილო, ახალი მთავრობა გვინდა. არ გვინდა არც ძველი და არც ეს. ხო, ამის პარალელურად რომ 17 დღეა დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს პროტესტი და აქ ნახეთ არაერთი ძალადობრივი ქმედება, ხედავთ რომ ნაძვისხე მიუხედავად ხალხის და საზოგადოების პროტესტისა მაინც დადგა დედაქალაქის მერიამ და დღეს აპირებენ რომ ნაძვისხის ანთების ცერემონია მოაწყოს აქ დედაქალაქის მერმა ხელისუფლებამ და თუმცა საზოგადოება თვლის რომ ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მართალი არ არის ლეგიტიმური, არ გამოხატავს ხალხის ნებას, თუმცა ამგვარი ქმედება არ იყო მოსაწონი საზოგადოებისთვის, რომელიც 17 დღეა დგას ქუჩაში, ამ ადამიანებზე ძალადობენ, აკავებენ, თუმცა დღეს მაინც გეგმავენ რომ ანტონ ეს ნაძვისხე, რომელიც აქ სხვათა შორის საპროტესტო აქციების ფონზე დადგეს და ახლა ხედავდით კიდეც კადრში, რომ აქ პოლიციელები არიან განლაგებულები და ჯებირები აქვს შემორტყმული ნაძვისხეს და პარლამენტის შენობას ორივე ასასვლელთან ჭიჭინაძის და 9 აპრილის ქუჩაზე დგანან პოლიციელები, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ბუნებრივია მოქალაქეებს, მათ შორის არც ჩვენ მედიის წარმომადგენლებს არ გვაქვს საშუალება რომ ავიდეთ პარლამენტის უკანა მხარეს. გავაგრძელოთ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებიც რჩებიან აქ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და საპროტესტო ხმას ცდილობენ რომ გააგონონ და აქ შეკრებილ ადამიანებს პირდაპირ ეთერში ვართ, ხომ არ გვეტყვით მოქალაქეების ნაწილს არ სურს პირდაპირ ეთერში საუბარი, თუმცა იმით რომ აქ დგანან გამოხატავენ საკუთარ სათქმელს, ხედავთ რომ აი ადამიანები აქ ტროტუართანაც დგანან დიდი რაოდენობით, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ცივა დედაქალაქში, ამის და მიუხედავად დილით საკმაოდ ადრე შეიკრიბნენ აქ ადამიანები და არ უქმნით დისკომფორტს არაფერი, ვინაიდან ისინი აქ როგორც თავადაბობენ, იცავენ სახელმწიფოებრიობას, მათ შორის გავესაუბროთ მოქალაქეებს, აი ხედავთ აქაც რომ ბურთს თამაშობენ ადამიანები, თითქმის ყველა კუთხეში, როგორც უკვე გითხარით და ნახა კიდეც მაყურებელმა, ბურთი არის მთავარი საპროტესტო სიმბოლიკა. პირდაპირ ეთერში ვართ. აი ამ ფორმით რისი გამოხატვა გსურთ, ყველგან ბურთს ხედავთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე. დღეს ალბათ ფეხბურთელობა საჭირო რომ ფეხბურთელი იყო და დიპლომიც არ აქვს საჭირო რომ პრეზიდენტი გახდე და ალბათ ყველა, მაგრამ ერთი გამონაკლისია რა, ჩვენ ყველას გვაქვს დიპლომები და სამწუხაროდ ვერ გავხდებით პრეზიდენტები. მადლობა. დიდი მადლობა, ასეთია მოქალაქეების სათქმელი, ისინი ბუნებრივია არ ცნობენ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომლის არჩევაც და დამტკიცებაც ფაქტობრივად ახლა ცოტა ხანში მოხდება პარლამენტის სასახლეში. პირდაპირ ეთერში ვართ, რუსუდან იმნაძეს ხედავთ, დილიდან იმყოფება აქ და ის ყოველა აქციაზე თითქმის არის. რა პროცესს ხედავთ ახლა შიგნით მიმდინარეობს ეგრეთ? ხედავთ პრეზიდენტების მოსამზადებელ კურსებს, ვთამაშობთ ფეხბურთს. მე ვეჭვობ მოვესწრო, მაგრამ აი ის 2050 წლის კანდიდატი იქნება. დიახ. ანუ რა პროცესის მომსწრევართ ახლა როცა შიგნით არალეგიტიმური პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს. მე თვითონ ვიტყვი, ჩვენ მოვესწარით პროცესს, როდესაც საქართველოს სრულიად გასულია კონსტიტუციის ველიდან, როდესაც აკვარიუმში მჯდომი კაცი ხის კაცუნებს მართავს აქ, აი ამ შენობაში, ამას არ ქმევს საპრეზიდენტო არჩევნებს და ჩვენ არა ვართ ამისი მომხრე. ვაპროტესტებ.
დიდი მადლობა რუსუდან იმნაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ასეთია მოქალაქეების განწყობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. თითქმის 4 საათია აქ რჩებიან ადამიანები და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოდის იმის გასაპროტესტებლად, რა პროცესიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტის სასახლის შიდა ტერიტორიაზე. ირჩევენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, რომელსაც არ ექნება დიპლომი, არ ექნება საკუთარი მოსახლეობის აღიარება, არ ექნება დასავლელი პარტნიორების აღიარება, მოსახლეობის დამოკიდებულება კი მათი საპროტესტო ფორმითაც ცნობილია. ბურთი არის ის სიმბოლიკა, რომელიც მოიტანეს დღეს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პარალელურად აქ ასევე დიპლომები, რადგან ის იქნება ერთადერთი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც არ ექნება დიპლომი. რჩებიან მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე და ელოდებიან სხვა ადამიანებსაც, რომლებიც მსვლელობით უკვე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრებიან და ჩვენ ბუნებრივია ამის შემდეგ სხვა დეტალები თუ სად გადაინაცვლებენ ისინი მსვლელობით. ამის შემდეგ გვეცოდინება რჩებით, ბუნებრივია რუსთაველის გამზირზე ვაგრძელებთ მუშაობას და განახლებულ ინფორმაციას შემდგომ გამოშვებებში მოგაწვდით.